ასე იწყება ყოველი დღე. ნინის მოზღვავებული ენერგია ოჯახის წევრებს მოსვენების საშუალებას თითქმის არასდროს აძლევს. ჰიპერაქტიურობის სიმპტომები ჩემთვის ადრეული ასაკიდან შევატყვეთ. არის ძალიან ენერგიული, უჭირს დიდხანს ერთ კონკრეტულ რამეზე კონცენტრირება, აქვს გაფანტული გონება და თუ მაგალითად ამ ასაკის ბავშვისთვის 5-6 წლის ბავშვისთვის ნორმა არის 10 საათზე დაძინება, ჩვენ ხშირად გვქონია ესეთი შემთხვევა, რომ ნინის დაუძინია აი ღამის 2 საათზე. უყვარს ბევრი საუბარი და იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ენერგიას ხარჯავს, თუნდაც ამ საუბრით, ვცდილობთ, რომ დღის რაციონი შესაბამისი იყოს. ჰიპერაქტიური ბავშვის ამოცნობა საკმაოდ მარტივია. ის უჩვეულოდ მოუსვენარია და თითქმის არასდროს იღლება. ამ ბავშვებს უჭირთ სკოლაში სწავლა, სოციალური და ემოციური ადაპტაცია. მათ პასუხი მზად მანამდე აქვთ, ვიდრე რამეს გითხავთ. თამაშშიც ყველაზე აქტიურები არიან. თვითონ დიაგნოზი მისი შესაძლებელია შედარებით უფრო მოზრდილ ბავშვთან, ანუ 6 წლის მერე, მაშინ, როდესაც სხვადასხვა გარემოში ბავშვი ერთნაირად იქცევა და ავლენს ჰიპერაქტიულობის სინდრომისთვის დამახასიათებელ თვისებებს. ჰიპერაქტიური ბავშვის ორგანიზმში ნერვული იმპულსების გადაცემა გაძლიერებულია. სპეციალისტები და მშობლები ორბანაკად იყოფიან და ჰიპერაქტიური ბავშვის სინდრომზე ორივე მხარეს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. ერთ ნაწილს ჰიპერაქტიურობა პრობლემად მიაჩნია, მეორეს კი თანამედროვეობით წარმოქმნილ ახალ ნორმად და განვითარების თავისებურებად. თვითონ დაავადება, როგორც პრობლემა, უფრო სწორად, ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა. ანუ ამის მერე განიხილება როგორც პრობლემა და როგორც დაავადება, თორემ მანამდე ეს იყო ის ბავშვები, რომელსაც ჩვენ ოდესღაც ვეძახდით ცელკ ბავშვებს, თუ ვამჩნევთ ესეთ ზედმეტ აქტიურობას. საერთოდ ძალიან კარგი არის ხოლმე, რომ ფიზიკურად გარკვეულწილად დაიღალოს კიდევაც. ხო, აი თუ უკვე 5-6 წლის არის, ძალიან კარგი არის სპორტი, რომელიც თქვათ აი ამ ენერგიას, რომელიც ამ ბავშვებში ისედაც ძალიან ბევრია, თქვათ აი ამ ენერგიის თვალსაზრისით ძალიან კარგად ხარჯავენ ამ სპორტზე და მერე გაცილებით უფრო მშვიდები არიან სახლში. ამიტომ ამ შემთხვევაში აი ფიზიკური ვარჯიში, სპორტი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება. ბოლოხან სულ უფრო მეტი მკვლევარი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საკვები და მისი ხარისხი ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ აუცილებელია რაციონის მართვა. ემულგატორებითა და საღებავებით გაჯერებული ტკბილეულის ამოღება და მათი ბოსტნეულით ჩანაცვლება. სეირნობა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშობლების განსაკუთრებული მიდგომა ჰიპერაქტიური ბავშვისთვის აუცილებელია. სპეციალისტები თანხმდებიან, რომ მოთოკვა არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით აღზრდის საუკეთესო მეთოდი არ არის.